მე ვარ ჯორჯი დვალიშვილი, 26 წლის. ვარ სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. უკვე მეოთხე წელია რაც ვარ ამ თეატრში. ძალიან ბევრი როლი შევასრულე, ასე ვთქვათ, უკვე. ამჟამად ვარ ფესტივალზე წამოსული ჩემი მონოსპექტაკლით, რომელსაც ქვია ვიღაც სხვა სტანზე. ვიცვამდი გზელსახელოები ამ პერანტებს და გზელშარდებს. მე მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ მე ჯერ ისევ პატარა. ეს სპექტაკლი არის ახალგაზრდა მამაკაცი, დაახლოებით ჩემი ასაკის მამაკაცი, რომელიც სხვა ადამიანების პიროვნებას იპარავს, ასე ვთქვათ, და ასაღებს თავს სხვა ადამიანებს. სხვათაშორის ამ სპექტაკლის პრემიერა შედგა ესპანეთში, ქალაქ სანტანდერში და ქალაქ მადრიდში. და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ვფიქრობ, ევროპელი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო არის ეს. ძალიან კარგი მაყურებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ასეთ გულწრფელები არიან და იმისთვის მოდიან რომ ნახონ რაღაც საინტერესო. და უნდათ რომ ისი ამოვნონ ამით და არა რაღაცნაირად აი როგორ თქვა ცუდი დაინახონ ან ხელი შეგიშაონ და პირიქით ყოველთვის დადებითად და ყოველთვის რაღაცნაირად გვერდში დგომას გრძნობ. ქართულ კულტურაზე აქვს ინფორმაცია და ძალიან დიდი ინტერესიც, იმიტომ რომ აი ყოველთვის როდესაც გაიგებენ ჯორჯია, რაღაცნაირად სხვანაირები ხდებიან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავანახოთ ჩვენი ქვეყნის დადებითი მხარე, რაც არის, რაც გვაქვს, რომ ვართ ძალიან ნიჭიერი ხალხი, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის თეატრი. ჩემთვის ევროპა არის ალბათ ისევ თავისუფლება, მეტი თავისუფლება. თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ბევრი განმარტება აქვს, მაგრამ ერთი სიტყვით რომ ვკითხოთ, თავისუფლება. უვიზო მიმოსვლა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად ჩემთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, ამას ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ჩამოვედი ახლა ვთქვათ ბელგიაში და ეს რომ რთული გზით მექნა შეიძლება ბევრი გართულება ყოფილიყო და რაღაცნაირად ვერ მომხდარიყო ეს რომ მე საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსულიყავი აქ და წარმომედგინა ჩემი ქვეყანა. მე მარტო ვარ ვთქვათ ასე ვთქვათ ამ სპექტაკლში, ხო, მაგრამ როდესაც არის 15 კაციანი ჯგუფი, რა თქმა უნდა უფრო მეტი მობილიზაცია ჭირდება, ასე ვთქვათ ეს საბუთების შეგროვება, ვიზა, ეს ასე შემდეგ და რაღაცნაირად ხელი შემშლელია ყოველთვის და ვფიქრობ მარტივი რო არის, უფრო მეტი საქმე გამოდის. აუცილებელიც არის, რომ ჩვენ ევროპაში შევძლოთ თავისუფლად მოგზაურობა და საქმეზე წასვლა და საქმის გაკეთება. ძალიან ბევრი კარგი მსახიობი გვყავს ქართველებს, ძალიან ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ პატარა ქვეყანაა და ამიტომ ყველა ვერ წარმოაჩენს თავის თავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავიდეთ საზღვრებს გარეთ და დავამტკიცოთ, რომ ქართველები ვართ ძალიან მაგრები.